პროექტი არ გაჩერდება, დარწმუნებული ვარ ჩვენ აჭარის მთავრობა ხელს შეგვიწყობს, ეს სხვა მთავრობა ახალგაზრდები არიან და მოწადინებული არიან, რომ რაღაცა გაკეთდეს ისეთი მართლა ქართულ საქმეს რომ მოხმარდება. მე დღეს შევხვდი როგორც მოსახლეობას, მოვიდნენ ცენტრში და მითხრეს, რომ ჩვენ მზად ვართ ფიზიკურადაც დაგეხმაროთ და ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს გაკეთდეს. რაც შეეხება ხელისუფლებას, იქ მოვიდა ჩაქვის ხელმძღვანელობა პირველი პირები და თქვეს, რომ ჩვენ ამას გუბერნატორს მოვახსენებთ, ხარ სტუმრად არის აქ მოდის ბათუმიდან გუბერნატორი, მასაც ჩააყენებენ საქმის კურსში, ადგილსაც ანახებენ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩაქვში იქნება ევრო 5 სტანდარტების ავტობაზრობა, სადაც გაფორმდება ადგილზე ავტომობილები და ნომრებსაც მისცემენ ექსპორტი თუ რეექსპორტი, ყველაფერი ზუსტად იგივე იქნება, როგორიც არის თბილისში, მაგრამ იქნება ევრო 5 სტანდარტებზე თავისი ავტომობილების სადგომი. აი როგორ იქნება, ადამიანი მოდის და აყენებს სადგომზე მანქანას, ფეხით გადმოვაგერ და ათვალიერებს ავტომობილებს. მე დღესაც დავათვალიერებ მთელი ბათუმის ტერიტორია და იქა მიმოფანტული არის ავტომობილები დასრული, დაბინძურებული, ადამიანებს უნდათ ეს ბაზრობა, მაგრამ ეს ბაზრობა არ არის და 10-15 მანქანა დგას ყველგან. ეს აჭარას თბილი იმას ცენტრს უნდა მოშორდეს და უნდა იყოს ჩაქვის. ზუსტად ეს არის ჩაქვისთვის საუკეთესო ადგილი და ბათუმისთვისაც ცოტა განიტვირთება თვითონ ბათუმი. ეს ხელს შეუწყობს ასობით ადამიანს, ასობით წვრილ მეწარმეებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ჩვენ ხელს არ შეგვიშლია. ჩვენ ერთი რაც თავარია ვნახეთ ის, რომ ეს არის სახელმწიფოს ტერიტორია. აქ ჩვენ გვინდა 2-3 ჰექტარი, 4-5 ჰექტარი დაახლოებით და ამას ჩვენ როგორც მივიღებთ თანხმობას, იმ დღესვე დავიწყებთ. მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩაქვის როგორც მოსახლეობას, ისე ხელმძღვანელობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ყველა ხარს დაგვიჭერს და აი რამდენ ხანში გავაკეთებ ნახავთ. დასაქმდება უამრავი ჩაქვში მცხოვრები ადამიანები. კიდევ დიდი მადლობა მინდა გადავხადო მოსახლეობას აი ესეთი გვერდზე დგომისთვის. მე არ ვიცი აი აჭარლებს მე თურმე არ ვიცნობ რა, როგორ გითხრათ. მე პირველი ცენტრი გავაკეთე თბილისში და მეორე რამდენიმე წლის უკან აქ და ახლა რასაც ვაკეთებ, ეს არის რემონტი. იმდენად ყოფილი ვარ ამ მოსახლეობის, მე არ ვიცი და ამიტომ გადავწყვიტე აი ამ ცენტრის ბაზრობის გაკეთება ცენტრის მოპირდაპირე მხარეს.